ხალხი კი არ გააგდეს. ხო შეიძლება რომ რაღაც მიუშვირო რაღაცა და გააგდო ხალხი გააგდო. ალყი დაბოღმილებმა ალყა შემოარტყეს და დახოცეს. აი მხოლოდ ამის გულისთვის მე ამას ვერ ვაპარაკობ. 26 მაისს და ვერ პატიობთ ომს როგორც ჩანს და რამდენიმე მკვლელობას რომელსაც ფიქრობთ რომ გამოძიება არ იღირსა ხო ასე. დიახ, ესეც არის. ეს შეეხება ომსაც, ეს შეეხება ამასაც. უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ეს არის რაღაცა საშინელი. ის ომი იქ იყო მეორე ძალა ბინძური. იქ არის ის მეორე ძალები. იქ არის ეს რუსეთი, რომელიც ჩემთვის არის აგრესორი და ეს არის ბინძური ძალა ჩემთვის და ყველასათვის, ვისთვის არ არის. მაგრამ აქ შენი ანს 3 მილიონი ღარო დავჭით? ბევრნი ვართ თუ რა და მიხოცა და მე და კიდე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა. ეს აი ბოლოს და ბოლოს უნდა ვთქვა ეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგის ეს იქნება მუსიკოსი, თუ ეს იქნება პოეტი, თუ ეს იქნება მოცეკვავე თუ რაღაცა. თქვენ აძირლებო მართლა. იმის მერე შემდეგ აი მომისმინეთ აი ძალიან დიდი ბოდიში. კი, არ იცით რა, ეს არის კორექტული ყველაფერი. დიახ. იმის მერე როცა დაიხოცება ხალხი იმ დილას მედალს რომ ჩამოიკიდებ. მუსიკოსი ან პოეტი მე არ გინდა გავლა იმ ქუჩაში როდესმე? ან შენმა შვილებმა არ უნდა გაიაროს მე იმ ქუჩაში ამიხსენ. მითხარით ერთი.